მოგესალმებით ჩემო ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო. ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ იმ რამ კრია იოგას ვიდეო. ამ ადამიანის ვიდეო ერთი მე მაქვს გადათარგმნილი და დადებული, ოღონდ თემა არ მახსოვს. ის ყავს სტუმრად ერთ ქაბატონს თავის შოუზე, არ ვიცი ვინა და არც მაინტერესებს. მე დამაინტერესა თემა. რომელიც დაკავშირებულია და ხსნის ფრაზებს, რომელსაც გააჩნია ძალა და ენერგია და როგორ უნდა ხორცი შეასხა შენ სურვილებს. მე ხა ტექსტის მიხედვით ჩავივლი უცებ, იმიტომ რომ მე განცხადება რომ დავწერე 3 ლითრში 3 ივლის გადამისამართებაზე ჩემი სოციალურის ერთი თვეში უნდა მოსულიყვნენ, ერთი გუშინ დამთავრდა. გუშინ შემდეგ ველოდები არ უნდა და მოესწროთ მე რომ წერის, მაგრამ გუშინ მაინც ხო მე საღამო მოვიდა და მე გული ვერ დავუდე, მაგრამ დღეს უკვე ვერ მოვითვინე და ერთი ვიდეო დავდე მოკლე და ესეც არა გრძელი ვიდეო რომ მოვასწრო ჩაწერა და თუ მომისრეს და მე ავტურთავ არა მაგი პრობლემა. შევინახავ მეორე ტელეფონს და ეს ქაბატონი ეს სამყარო ყვება რომ ერთხელო ჩემი მეგობრი, ჩემი დაქალის ნაამბობი გამახსენდაო, რომელიც გულზე დამედო ნალექად, ნადებად უფრო სწორად. ისო მანო ჩაუვარაო ერთი ძალიან ლამაზი სამამტყოფოს, მაგარი, კარგი, გაკეთებული, აშენებული და გალამაზებული სამამტყოფო იდგაო და რაღაც ბარელებით, კოლონებით და ჩემი დაქალი ამბობსო. როგორ საინტერესო იქნებოდაო, იქ მოხვედრაო. ეგებო, შიგნით კიდევ ისეთივე სილამაზე, როგორც გარეთო. და სამყარომ თითქოს და მოусმინაო ამას და უთხრაო, კარგი, მე შენ ახლა განახებო. თუ სამწუხაროდ შიგნით რა სილამაზეაო. და რაღაც თვეების შემდეგ ის ხდებაო ამ სამამტყოფოში არასასიამოვნო დიაგნოზით. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდაო და მან თქვაო, ჩემო დაქალმა თქვაო, ეს იყო ჩემთვის გაკვეთილი და ეს დავიმახსოვრეო სიკვდილის ბოლომდე. და სიტყვა საინტერესოა ბჭყალებში. სამუდამოდ სიტყვა საინტერესოა ბჭყალებში, სამუდამოდ უნდა ამოვაგდო ჩემი სიტყვების მარაგიდან. და ახლა ეს ეკითხება თავის სტუმარს. მწარება დავაწყებია. ეს ეკითხება თავის სტუმარს. თუ მავიწყებ ამ კაცის სახელი იმასა რომ ვეძებ იმ რამ კრიას. ეკითხება იმ რამ კრიას. შეგიძლია თუ მოყვეთო თუ ეს როგორ მუშაობსო. ჩვენ ხშირად ვეჯახებითო იმ საკითხს, რომ ფიქრები მატერიალიზდებიანო. ახლა
ამბობს იმრამი, ბატონი იმრამი. როგორ უნდა აისრულთო სურვილი, როგორ უნდა მისცეო კრისტალიზაცია თქვენი იდეებს, თითქოს აი ჯადოსნური ჯოხი მოიქნია და შენი სურვილი ასრულდა, როგორც ზღაპარში. ჩვენ უნდა გავიგოთ ჯერ ერთი ის, რომ სანამ გაახმოვიანებთო რამე ფიქრს, თქვენ გიჩნდება თუ იდეა ამასთან დაკავშირებით. იდეების კი სამყარო უფრო ძლიერია, უფრო მძლავრიაო და ზოგი ადამიანები, რომლებიც რელიგიურად არიანო განწყობილები, არიანო მისტიკურად განწყობილები, ისინი ამბობენო, მე გამოვხატავო ჩემ განზრახვას. განზრახვა კი ჩდება იდეების სამყაროში. ეს არის უფრო წრილი დონე, ფორმა. და რაც უფრო მეტი წვრილია ეს ფორმა, მით ძლიერი და მძლავრია, იმიტომ რომ იქ ენერგიები სხვაგვარად მიედინება, იქ სხეულები სხვანაირებია, იქ უკვე მაგიური ატმოსფეროა და იქ რასაც ადამიანი გაიფიქრებს, უსრულდება ყველაფერი. მაგრამ ახლა ეს დრო დგება დედამიწაზეც. ამას უკვე მე გეუბნებით გოგოების ამბობიდან, რომ ახლა თხელდება ზავესა, რასაც ზავესაც უწოდებენ, ანუ ფარდას, თხელდება ფიზიკური და წვრილი სამყაროს შორის და ახლა უფრო თხელად უნდა ვიყოთ. ეს ვერ ვნახავ მე როდესაც ჩაწერილი, მაგრამ ჩვენ სანამ გავიფიქრებთ, ბევრჯერ მithქვამს მე, სანამ გავიფიქრებთ, უნდა გავიფიქროთ მანამდე რას ვიფიქრებთ. იცით რა, ადვილი არის ამის გაკეთება, ვერ ვიტყვი მე. არ მინდა შეგაშინოთ. ადვილი ამის გაკეთება არ არის. ხშირად გაგიჩნდება სურვილი, მაგალითად, ვინმეზე რომ თუ ხართ გაბრაზებული, ან აი მაგალითად მე აქ რომ მოვედი, შუხი გადავიხადე, ძალიან ცოტა. არ დამიწერია იმდენი. და იქა, ჩემი ყოფილი ხაზი იქა, თურმე მატყავებდა, იტყობა ჩემ რიცხვზეც იშდა. ხო, და ამას ამბობდა, ბაბუ იყო იქ ერთი 24 წელს, ბებია იყო ახალწლამდე 3 თვე, მე ვერ გაძლო, წავიდა. მიხვდა, რომ რაღაცას ჩალიჩუდა ეს ქალი. და საერთოდ ამ ქალის ეშმაკობები რო გამახსენდება, არა, მე არ აყვები მაგას, მაგრამ ხანდახან იცით, სიბრაზე მომდის ხოლმე. ბრასტები ხანდახან, არა, გაბრაზება კი არა, როგორ გითხრათ, აი მახსენდება ეს მომენტები და იმ მომენტში გული მწყდება, ცოტათი კიც გაბრაზდები და მე ჩემ თავს ვამშვიდებ. ლარი, შეხომ იცი, ახლა რა დროა? ახლა გაბრაზებაზე ენერგია არ უნდა დახარჯო. ახლა ენერგია უნდა მიმართო საჭირო საქმეზე. ამ ენერგიას მე ბევრჯერ მithქვავ ჩემი თავისთვის. მე დღეს ცოცხალი არ უნდა ვიყო. მე ამას კი ვამბობ ხანდახან, მაგრამ მიმხელთა ვამბობ. ეს არც კი მithქვავს, მაგრამ არა, ცოცხალი არ ვიყო, ეს კი არ მithქვავს. მე საერთოდ ვამბობ, სვების გასაგონად, რომ მე ახლა ისეთი ავამტყოფი ვარ, უბრალოდ ვიყავი წარსულში. მე სულ წარსულში მინდა ვილაპარაკო ჩემ ავამტყოფობაზე, ყველაფერს მიუხედავად. ხო, მე ისეთი ავამტყოფობა დამყვა, შეძენილი, რომ ჩემ ადგილზე კივილისაგან უნდა კიოდეს ზოგი, იმიტომ რომ იმდენი პრობლემები მაქვს ხერხემალზე. ნუ კაი, თვალებს კატარაქტას
უშველად ჩემო მთავრობა მიშველა საქართველოს ჯანდაცვამ უფასოდ გამიკეთდა ორივე თვალებზე კატარაქტის ოპერაცია, თუმცა თუ დამიქვეითდა ხედულობა, ეს უკვე არის შაქრის ბრალი, შეიძლება მეორე კატარაქტაც არის, რა ვიცი. მე ვეჭვ მეორე კატარაქტას ვიცი, რომ თუ შაქარი არ დავიგდი, მეორე კატარაქტა საწყის ფორმაში მაქვს, იმიტომ რომ პლიონკასი გადამიდო ერდილას შევამჩნია. ხო, თითქოს ცელოფანი გადაიკრავ უფერული. და დამიდახა მე თქვენ გითხრათ. რატო ყვები ახლა ნუ გამიბრასებით ისევ ჩემ ისტორიას რომ მაგრამ უკეთესი მაგალითი მე რაც მე გადავიტანე და რაც მე გამოვცადე ამაზე უკეთესი მაგალითი რა შეიძლება მე თქვენ წარმოგიდგინოთ. როდესაც საქმე ეხება სიბრაზეს, გული დაწყვეტას, იცით რა, ზოგჯერ წარმოვიდგენ მომიტახურათ რომ აი იმან ვერაგულად მომეცა, იმან შოკოლად მომეცა და ვცემ. არა და ის გაკეთება არ შეიძლება. და უცებვე ვამბობ, ლალი, შენ რომ ამ ადამიანზე ასე ფიქრობ, ახლა შენ ხომ ტყუილად ხარჯავ ენერგიას, ხო? არ იფიქრო მაგაზე. არ არიან ის ადამიანები ღირს რომ შენ მაგაზე შენი ენერგია დახარჯო. ეს ხო შენი ენერგია. ამ ენერგიას მე მაძლევენ რომ ფეხზე ვიდგე, რომ ეს საქმე გავაკეთო. თქვენ იცით მე რაც უნდა ვიყავი? და როდესაც მე ვთქვი, მე ვპატიო ყველას და ყველაფერს თავის დროზე. და მომეცით საშუალება, მე არ ვიცოდი ჯერ რას ვიზამდი, მაგრამ როდესაც მე ვთქვი, მე მომეცით საშუალება გავაკეთო ჩემი საქმე, გავაკეთო ის რისთვისაც ვარ მე აქ მოსული. ხო, მე უკვე მაშინ მაგდენი კი მესმოდა, რომ ჩვენ რაღაცისთვის ვიყავით აქ მოსული. და რაღაც საქმე, ყველას რაღაც დავალება გქონდა. ჩვენ ვართ აქ ყველანი მივლინებაში, სკაფანდრში, ბიოლოგიურ სკაფანდრში, თორემ ჩვენ სულები ვართ სხვადასხვა სამყაროდან. კი, არიან ისედებით, რომლებიც დედამიწაზე დაბადებულები არიან, დედამიწის სულებს უწოდებენ, მაგარ ახალგაზრდა სულებს და არა მე ამას იმიტომ ვატრიალებ, რომ არ ჩამიქრეს, თორემ მე ამას არ გითხულო. ამას ვამბობ ჩემი მე ხა გელაპარაკები თქვენ ჩემ ასლს და როდესაც გამახსენდება ეს ჩემი ხაზეიკა, რა ეშმაკობებს მიკეთებდა მაგი, მისი ძარი, ნუ რა ქნას ახლა ძალიან ოჯახს ვერ დატოვებს. კითხვა ერთხელ იმ ხაზეიკამ ნიშდა გარეთ თავის ახალნაყიდ მაგიდასთან და თავისა ძარი ფასიფუსობდა ბალკონზე, აივანზე უბრალოდ ბოდიში, რუსული სიტყვა რო შეურიე და ხო, რომ არ დამყვებოდესო, კიდევ კარგიო რომ დამყვებაო. ესე იგი, მის ეშმაკურ საქმეებში ძალმა რო არ აყვეს, ალბათ ძალს სახლიდან გააგდეს. ასეთი ხასიათი აქვს ამ ქალს. ხო და ხო მახსენდება ახლა აი შუქი აქ ნაკლები გადავიხადე. ისი კი მივწერე იქაურ მეორედ გუმურს. ხო და ისტორიკები არ მომერთია, არ დამირეკავს, არ მიმიწერია. არაფერი მithქვამს, აზრი არ აქვს, რა აზრი აქვს. და იმიტომ მას ჩემი გადასვლა არ უნდა და იმიტომ რომ მე იმითი მიხვდა მე რომ ვიძიებდი ყველაფერს. მიხვდა მე რომ შუქის ტარებს ვიდიედი და ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო ბევრი რამე. არავის არ დაგახლოებიებ და იმასად ელაპარაკო, მაშინ ვერ ვამბობდი ვერაფერს, მაგრამ მე ჩემ თავს სიტყვა მივედი, რომ აქედან წავიდოდი მშვიდად. საერთოდ არც კი გამომიხედავ ამ ოჯახის კერმეთკი და ეხა ბავშვებმა რა დამიშავეს, თუმცა ბავშვებია, დიდები რასაც ამბობენ, იმას იმეორებენ. ნუ ის აუტიზმიანი ერთი ბავშვი, მაგრამ მეორე. და მეუბნები ჩემ თავს, არ გინდა დამშვიდდი, შენ ხა უნდა დამშვიდდი. ვიცი, გული გეტკინა, ვიცი. ყველა სტილს სულ რაც კი შენ ეს ცხოვრება გაიარე, შენ გარშემო ისეთი ხალხი იკრებებოდა, რომლებიც შენ გიყენებდნენ და შენ გატყუებდნენ. თან ბრაზილიაზე მომდის ეს ქალი თურმე მე მალეჩებდა და შემდეგ დამცინოდა, შენო ყველა გასულელებსო და გაბრიყვებსო. თვითონ, პირველში თვითონ მასულელებდა და მაბრიყვებდა.
არა მეთქი მე უთხარი, არა მეთქი მე არ სულელდები და მე ვერავინ გამაბრიყვებს. უბრალოდ მე თუ რაღაცებს ვამჩნევ, მე ავყვები ადამიანს. არ მომბობ არაფერს სწორე. მე იმდრამეს ხედავ მე უთხარი, მაგრამ გაჩვენებული ვარ მეთქი. მე ყველაფერს ხედავ, მე ყველაფერი მესმის. და წამოიდგინეთ თქვენ, ზუსტად იმ სიტუაციაში ყოფნამ, რომ მე ლოკატორივიც მე ყურები მაქვს და სმენა მაქვს გადასარევი. იმდენი საიდუმლო გავიგე ჩემი მისამართით, იმდენი გეგმები ქონია ამ ქალს ჩემი მისამართით. ხა ზოგი ჩემ ადგილზე ვერ მოითმენდა და ისტერიკას მოურთავდა და სკანდალს მოუწყობდა, მაგრამ მე ეს არ ვქენი. იმიტომ რომ ასე არ ქონდა ნერვების მოშლა, სტულად ნერვები მომიშლებოდა, ვიბრაციები დამიქვეითდებოდა და უაზრო კონფლიქტში საერთოდ უნდა შეხვიდე და ადამიანი თუ გონივრულია, მაგის შენ არ გეკონფლიქტდება. ესე იგი, ვინც კონფლიქტობს, მაგათ კარგად არ აქვს თავში, ასე ვთქვათ. უაზროდ ვინც კონფლიქტობს და ვინც გატყუეს და თან თვალებში გიყურებს და კიდევ მზათა ის თვალები დაგთხაროს, იმის გამო რომ შენ სიმართლე იცი. მასეთ ადამიანებთან არ უნდა აყვეთ საერთოდ. ვერ გაიმარჯვეთ მაინც და ტყუილად ნერვები მოგეშლებათ. მაგათ ვერ დაუმტკიცებთ თქვენ, რომ ისინი ტყვანები არიან. პირიქით, აქეთ გაგამტყუნებენ. და ახლა და კიდევ რატო არ ენახულია შენი ხაზზე იქაური ყუთკუმური მეუბნება იქ ყოფილხარო და ჯერეთი მე ჯოხი დავდივარ გარეთ, იმიტომ რომ მალე ვიჭედები. ხანძლივი სიარული მჭედავს, მაგრამ რო არ ვიარო, იგიც არ ვარგა. ვინ მომიტანს პროდუქტებს, ვინ წავა ჩემს მაგევრად საქმეებზე, ვინ წავა ჩემი პენსიის სასაღებად და საერთოდ. ამიტომ და თუ ერთხელ მომიწია პენსიის სასაღებად თითქმის 2 საათი ვიდექი და ყვირილით შუა გზაზე მანქანები რო გადადიოდა, იქ გამჭერდა. ყვირილით მივედი და ფეხის აწევა ვერ შეძლი ჩემ დაბალ სადამ კარგს გამოცლი და იყო დაბალი გადასასვლელი, მარტო ფეხის აწევა უნდოდა. წამოგიდგენიათ, ფეხი ვერ ავწიე, მაღაზიაში ვერ ავედი, სადაც მე პურს ყიდულობ და იქიდან მომაწოდა გამყიდველმა მე რაც მინდოდა ის. ვერ ავწიე ფეხი, ვერ ავედი. ისეთი გაჭედილი ვიყავ. და კიბეზე კიდე ახლა მარცხენა ფეხში ძალა მაქვს, მაგრამ მარჯვენა ფეხში არა მაქვს ძალა და ვერ ავდივარ და ამიტომ ცალი ფეხით ავდივარ. ახლა მეორე სართულზე ვარ. ცოტა ჩასვლა არა უშავს, მაგრამ ამოსვლა მიჭირს. მაგრამ არა უშავს, მივეჩვევი. და რა მინდა გითხრათ? თქვენ ხო ურთხილდებით თქვენ ქონებას, მატერიალურ ქონებას. თუ გაქვთ ოქროს სამკაულები, ურთხილდებით, რომ არ დაგეკარგოთ, ხო? თუ გაქვთ კარგი სახლი, იმასაც უვლით, კარმიდამოს უვლით. თუ სოფელში ცხოვრობთ, ცხოვრებსაც უვლით, ხო? ყველაფერს უვლით. იმიტომ რომ ის გაჭვევთ. ისა თქვენი ხო საკუთრება. ასევე ეს ენერგიები მით უმეტეს ამ ენერგიებს ჩვენ გვიგზავნიან კოსმოსიდან. ჩვენ ვხებულობთ ენერგიებს, ამ ენერგიებით ჩვენ მარტო კი არ იკვებებით. ყველაფერი იკვებება. ჩვენ ყვებავთ ერთმანეთს ენერგიებით. ამიტომ ვამბობ, კარგ ენერგიას გააგზავნით, პასუხად კარგი ენერგიას გამოგიგზავნებენ. მაგრამ ხო, დადებით პოზიტიურ ადამიანი იქნება, ეს პლანეტა იქნება, ბუნება იქნება, თურაცხა იქნება, ახლა ცოტა გადაუხვი მე გზას, მაგრამ მინდა თქვენ აგიხსნათ. თქვენ რასაც გააგზავნით სამყაროში, გააგზავნით პოზიტიურ ენერგიას გამოგიგზავნიან. თქვენ გონიათ, რომ თქვენ ნათქვამი არ ესმით. აი თქვენ დაელაპარაკეთ სამყაროს, დაელაპარაკეთ დედამიწას და სამაგიეროდ რას იგრძნობთ, შემდეგ მომწერეთ. თუ შეგწყვებათ, არ მომწეროთ, უბრალოდ ექსპერიმენტი ჩაატარეთ. და თქვენ დაელაპარაკეთ, ეკამათეთ ისეთ ადამიანს, ვინც ნეგატიურია. იქაც ნახავთ თქვენ სამაგიეროდ რას მიიღებთ. თუ ადამიანი ნეგატიურია, ის ჩაყლაპავს თქვენ ენერგიას, თვითონ
უკაცრავად ამ ჟარგონისთვის გაისწორებს და თქვენ დაგეცლებათ სასიცოცხლო ენერგია, თქვენ დაგაგდებათ საკმარისი დოზა, სამაგერად კი ნეგატიურ ისრებს მიიღებთ. ეს უფრო გახდით ცუდად. უფრო ცუდად გახდებით, ძალა გამოგელევათ. და იმ დღეს ძალიან ცუდად იქნებით. არა, იქ მე უბრალოდ ვატრიალებ ამ ეკრანს, რომ არ ჩამიქრეს. მერე გაიჩიშება და ისე უნდა თავიდან შევიდე. ჩავთვალა, ამიტომ. მე გეუბნებით ჩემ მასკს ახლა, რაც ბევრჯერ მას გამოცდილი, ხომ გეუბნებით. ამიტომ მე არ აყვები მაქავს. ახლა თუ შემთხვევით არ შეხვდა და რამე აზური არ მითხრა, ნუ ახლა პასუხს ვეტყვი. რასაკვირველია თავზე ხوار დავიჭერ, მაგრამ კაბათში და ჭუბში არ ჩავერევი, არ მჭირდება, რაში მჭირდება. პირიქით. ის იტანჯება ახლა, ლალი მიცის სიმართლე და რატომ არ მირეკავს, რომ ამ წერს, ან რატომ არ ჩხუბობს ალბათ. მაგრამ მე ხომ მაგას ვერ ამყვები, ხო? საერთოდ აგრესია ამწოვებს აგრესიას და ჩხუბი არასდროს დამთავრდება. და მე ახლა გადამტერება კი ახლა როგორ არა ის ზედმეტი ფული ხო ენერგია, ფული ყველაფერი ენერგია, ჩვენ ვართ ენერგია, საგნები ენერგია, ფული ენერგია, ფინანსური ენერგია. როგორ არა, მან მე ენერგია მომპარა. ბევრჯერ 2 წელი მპარავდა. რამეს გამოვასწორე? მე ვერაფერს ვერ გამოვასწორებ. არ მინდა წარსულში თუმცა ეს ახლო წარსულია, მაგრამ არ მინდა თქვა. თუმცა სასარას ბორბალი და კარმა გაუქმებულია ეს რას უწოდებენ დამავიწყდა რეინკარნაცია და ბუმერანგი დარჩა, კარმის ბუმერანგი. და ეს ბუმერანგი ისეთ გუნეულად მოარტყავს ან საშუალომზე, ან კეფაზე, ან ზურში. ხელთ მოიყვაც გონზე. მე კი ჩემს საქმეს არ გავიფუჭებ მაქალის გამო. რამდენი იცით რა, ფაქტიურად და არც მიღეს, იმიტომ რომ მე ხა სადაც ვარ, ეს არის პოზიტიური ადგილი, იმ ხრივ რომ სახლის პატრონები არიან პოზიტიური და კარგი ადამიანები, ნამდვილად გამემართლა. და სამყაროს მაგბილი ვარ მე გეუბნებით, მე სამყარომ დამეხმარა, იმიტომ რომ მე რაღაცები მესმოდა და მე ხალხო ვერ კითხავდი, შენ რას მიპირებ, მე ვიცი რომ რაღაცას მიპირებ, ხო? ვიცი რომ პირში მელაქუცებოდა, ზურის უკან სხვა საკეთებდა, მაგრამ მე ვინ მიტყოდა სიმართლეს? არავინ არ მიტყოდა სიმართლეს და მეც თავი დავიწყია. შენო მაიცო, მითხრა იმ მდგომორმა, ისე რა ეშმაკი ხარო, ბინას ეძებდიო თურმე, რატო არ ეშმაკი მეუთხარი? ეშმაკი რატო არ მეთქი მეუთხარი? მე აღდგომამდე დავიწყე ბინის ძებნა მეთქი. იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო, იქ უნდა წამოსულიყავ. ყველა ვარიანტში. ის ადგილი მე უნდა დამეტოვებინა, რადგან მე გძნობდი რომ მისრულტავდა ნეგატივი. სულ დღე და დღე უფრო ვარესდებოდა ჩემი ჯანმრთელობა პირდაპირ გაგებით. 3 კვანძი მქონდა, მე მოვირჩინე ისა, გადიდებული მქონდა ჭიყვი და 3 კვანძი მქონდა გადიდებული, არც არ იყო, ყველა ნორმაშია. რაც იქ მე გადავედი, იმ 2 წელია, მე 3 წელი მიდის იქ რომ ვიყავი, ხო? აი აქ 1 კვანძი გამიდიოდა, მაგრამ ანალიზები კარგია. და მე დარწმუნებული ვარ ახლა. ხო, რომ მომიწევს შემდეგი გამოკვლევა, მე მომიწევს გადახება ეხოსი. კვანძის, შეგოს ეხოსი და მე გამოჩდება.
მე მჯერა რომ გაქრება ის კი არ გაქრება, მაგრამ ისევ დაპატარავდება კვანძი. იმიტომ რომ მე ხა დაწებული არა ვარ ისე რომ იქანე ვიყავი და ბოლოს ზაღლი დამახვიეს თავს. მე მივხვდი რომ ის ზაღლი ჩემი მედად მოიყვანეს. იმიტომ რომ ბავშვმა მითხრა, ბავშვი რასაც ისმის იდებისაგან იმას მეორეს არც ისე პატარა ბავშვი უკვე ქალიშვილი დადგა, გაიზარდა გოგო, ოჯახის შვილიშვილი გოგო. ზაღლი ჩემიაო, ხო, მეგონა ნათქვამი მაქვს, მაგრამ შენ მიხედავო. ესე იგი მე დამაკისრეს იმის გარდა რომ მე ეზოს ვალაგებდი, ტუალეტს ვრეცხავდი, აბანოს ვრეცხავდი, როგორც შემეძლო. მე კიდე თურმე, მაგრამ მე ძაღლს იმიტომ კი არ ვაქცევდი ყურადღებას, რომ მაგათ აწყენოდა და არა, პირიქით. ძაღლს იმიტომ ვაქცევდი ყურადღებას, ვიცოდი რომ ძაღლს წუროდა სიცხეში. ძაღლს არ გაჩნია სალნე ჟელეზა. არის სალნე ჟელეზა, რომელიც გამოყოფს ოფს. მე ხარ შევალი ინტერნეტში თვითონ ნახე. ჯირყვალი, საუფლე ჯირყვალი გამახსენდა ახლა. ხო და ჩვენ ადამიანებს გაგვაჩნია საუფლე ჯირყვალი და ცხოველებს ქათმას, ფრინველებს არ გააჩნიათ. და ძაღლს უნდა ყოველთვის წყალი. რა მექნა? ფეხზე დამეკიდა ბოდიში ამ ფრაზის გამო. არ მექნა გულმა, არ მიშვებოდა გული, ვერ ვითმენდი, რომ ძაღლისთვის არა ის თან თმებოდა და თან თვითონ ასხამდა. თაც ასე დაარტყამდა თების და გადმოატრიალებდა იმას წყალს. და ცხოველმა რა დამიშავა, ხო? და ახლა აქეთ რომ წამოვედი, საწყალი ძაღლი ნუ ხა დაუდგამდნენ ალბათ, მაშინ ლალისიმედი ქონდადა და დაუდგამდნენ. იქიდან თან მის გაუქმებას აპირებდა ბატრის, თეთრავლების ბატრის. გაქვენა აგერ სუშილკა, არ მინდოდა რომ დაესვარგო ჩემი სუშილკა ალუმინისაა. და წდებოდა უკვე და ხაზინკის ბიჭმა დამისვარგა ჩუმად. ხამით მე საერთოდ ასე არ ვიყავი და იმიტომ რომ დამისვარგა ის, რომ საერთოდ იყიდნენ მაგი და სკამები, იქ დარგვას აპირებდნენ, პატარა ისუა ნერგების და ამათ გუმრები არაფერ შეჭირდებათ, გუმრების მხოლოდ ფული უნდათ. და ვავიწოებენ გუმურს თავისი საქციელით, იმას ვერ ხვდებიან ვითო. აქეთ ძაღლს არ დავამბავო გავიგე. იბაწარი მოუკლო აქეთ და ვითომ გაწყდა თოკი, ვისა ეს რო ატყუებს, გაწყდა კი არა. უკვე გვაჩვევდა იმას, რომ ძაღლი არ იქნებოდა დამმული. და იქ დარჩენილი ვიყავი, მე ტანსაცმელსაც ვერ გავკიდებდი სუშულკით, იმიტომ რომ დამიგლიჯავდა ტანსაცმელებს. არაფერს დატოვებდა, არაფერს და იმ გუმურს წამოწდა, წავს კი არა მითხრა, შენი წასვლა როგორ დაგვაგდაო. ყველას ვენატრებიო, კი არ ვენატრები. ჩემი, მე ვიყავი. იქა ყველაფრის, ასე ვთქვათ, მაყურებელი და აქდათ ჩემი ყურადღება. კარგი, მოდით ახლა გავაქცეულოთ თემა ძალიან თუმცა ეს მოკლე ისა ვიდეო და მაინც მოვასწრე. მოდით თემას დავუბრუნდეთ. დიდ ბოდიში გიხდით, მაგრამ მოგიყვანეთ ცოცხალი მაგალითი. აბა რა მექნა? და იმრამი ბატონი იმრამი ამბობს, რომ როდესაც თქვენ გაქვთ რამე იდეა, ამდაგვარად უნდა გამოვლინდეს ეს იდეა, როგორც ასლთა ფორმა, ასლთა ხატი. კაფიო გაგება თქვენი მენტალური პლანის დონეზე. და თქვენ აგრძელებთ ამ ასლთა ფორმის კვებას, იწყებთ შეგრძნებას თუ და ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ გადააქციოთ ეს ასლთა ფორმა სურვილების სამყაროში. ან სურვილების სამყაროდ. ესე იგი, თუ თქვენ გაგიჩნდათ სურვილი, თქვენ თან კვებავთ ამ სურვილის ენერგიას, თან
იდეას აკრისტალიზირებთ. ან ეს ასხთა ფორმა გადაგყავთ ფიზიკურ ფორმაში. ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ იდეების სამყაროდან რაღაცის იდეა გადმოიტანოთ ფიზიკურ პლანზე და აიძულოთ თქვენი ეს ასხთა ფორმა გამოვლინდეს. ამ მაგალითად მე მაქვს ოცნება, ეუბნება ხა წამყვანი, ეკითხება, ქალბატონია და ეკითხება. მე მაქვსო ოცნება, არასდროს არ ვიყავიო აზიაში. და თითქოს ამ წელს გეგმავო იქ მოგზაურობას. და სწორად იქნებაო მე თუ ამ ჩემ გაზრახვას ჩავიფიქრებო. მე მინდა წასვლა აზიაში ამ წელს. იბრამი პასუხობს, თქვენ შეგიძლიათო რასაკვირველია გამოთქვათო თქვენი სურვილი ჭანდების სახით, მაგრამ მე ხლა საუბრობ იმაზე, რომ თქვენ გჭირდებათ ანალიზირება ამისა, ამ თემაზე იფიქრეთ, შეიგრძენით ეს თუ თქვენ გინდათ სადღაც გაფრინდეთ, ხო, სადაც თქვენ გინდათ რაღაც კონკრეტულ ადგილში, სად გინდათ, რომ კონკრეტულ ადგილში გინდათ მაინდამაინც ჩასვლა, ხო? არის 3 ადგილი. ყველა ეს 3 ადგილი, წამყვანი ეუბნება. მე ხა ტექსტის მიხედვით მე არ უსმენ ვიდეოს, მე პირდაპირ ტექსტს მიყვები. და ეს ქალბატონი ეკითხება, არისო 3 ადგილი, სადაც მე მინდაო ამ 3-დან რომელიმეზე ამ 3 ადგილიდან მინდაო რომელიმე ადგილში ჩავიდეო სამოგზაუროდ. ყველა ეს 3 ადგილი მე ძალიან გამახარებსო. ეს ან ბალი, ან ფილიპინები, ან შრი-ლანკაო. ხო, იბრამი ეუბნება, პასუხობს ახლა. როდესაც თქვენ იხსენებთო ამ 3 ადგილს, რომელიც თქვენ გაგახარებთო, თქვენ უკვე გიხარიათო, ხო? თქვენ უბრალოდ უნდა შეუერთოთო, გაერთიანოთო ეს იდეა იმასთან, რასაც თქვენ ახლა გძნობთ თქვენი სხეულითო. ასრები, ხატები უნდა იმუშაონ, დაგგვარათ რომ ის ადგილი, რომელზეც თქვენ ოცნებობთ, თქვენით უნდა იყოს ახლა როგორ გითხრათ, აღთქმული როგორც ხატი, სადაც თითქოს და თქვენ იმყოფებით. ანუ თქვენ განსახილვაში ტვინში, თავში უნდა წარმოიდგინოთ ეს. ესე იგი თქვენ ჭირდებათ სანამ ფიზიკურად, ესე იგი ფიზიკურ დონეზე წახვალთ იმ ადგილებში, სადაც თქვენ გინდათ წასვლა, მაგრამ თქვენი წინასწარ უნდა მოხვდეთ და შეიგრძნოთ მთელი სხეული. მოხვდეთ როგორ? წარმოიდგინოთ უნდა რომ თქვენ იქ ხართ და ეს უნდა შეიგრძნოთ მთელი სხეული. შეიგრძნოთ როგორ მიდიხართ, როგორ გრძნობთ სიცხეს ან სიგრილეს, როგორ ჭამთ მანგოს და ამით ტკბებით. თქვენ ამ თემაზე მედიტირებთ, თითქოსაც თქვენ იქ უკვე გაემგზავრეთ და მიიღეთ გამოცდილება. უნდა ისწავლოთ წარმოიდგინოთ, ეს სიტყვა მავიწყდება. ერთი წუთი გავიხსენო. ხო, თქვენ წარმოსახვაში უნდა წარმოიდგინოთ და უნდა შეიგრძნოთ. მაშინ ეს თქვენი ამდაგვარი საქციელი დაგეხმარება თქვენი იდეის და ოცნების აღსრულებაში. ეპიზოდი მესამე. აზრის კარგი და ცუდი მხარეები. იმრამი ამბობს, რუსულ ენაში არის ასეთი ფრაზაო, ჩემი ენა არისო ჩემი მტერი. ამიტომ ჩვენ ვამბობთ უფრო მეტად
კრიოგას პრაქტიკაში. მე გირჩევთ ენას დაუჭიროთ კვილი. არის სიბძნე, კეჩარის სიბძნე, არა, სიბძნე კი არა, მუდრა ქვია. სიტყვა ასეთი. კეჩარი მუდრა ეწოდება, კეჩარი მუდრა. ეს არის იოგას მაგვარი ალბათ. ხო, ეს არის პრაქტიკა. კეჩარი კიდევ ვიმეორებ, ეწოდება კეჩარი მუდრა, როდესაც ჩვენ ენა მიგვაქვს უკა იქ შიგნით. რომ გასასრული არხი ჩაიკეტოს. ეს ენა იწევა ზევით და ცის გასწვრივ მაქსიმალურად მიდის შიგ. ხომ გესმით ჩემი? შიგ. რამდენადაც არის გაძლევთ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თქვენი ენა გაძლევს ამის შესაძლებლობას იმისთვის რომ გასასრული ენერგეტიკული არხი გახდეს აქტიური. მე მივხვდი რას ამბობს იმრამი. როდესაც მე თქვენ გიმზადებდით ჩაკრებზე ვიდეოს ჩაკრებზე და თუ გახსოვთ მე ვიდეო დავდე სადაც დავხატე ჩაკრებშია ეს თუ სად როგორ შედის ენერგეტიკული ნაკადი ხერხემალში როგორ გამოდის თვალებში პირის ღრუში და კარგი მე ხა ვერ გავიხსენე ეს რა ვიდეოა და ცაზე სიღრმეში არის სპეციალური არხი როდესაც ენერგია ჩადის ჩვენ ორგანიზმში და მიყვება ხერხემალს ჯერ ის შედის გამოდის თვალებში გადის ამ არხს და აქ შიგნით ცა ხომ არის განლაგებული უფრო სიღრმეში ის გამოყოფს ენერგიას რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არ მახსოვს ახლა ამ ენერგიის დასახელება და ერთი გამახსენდა რომ ამის შესახებ მე მოვამზადე ცალკე ამ ენერგეტიკას მოვამზადე ცალკე ვიდეო ბორევის წიგნიდან ეს ზუსტად მახსოვს ოღონდ არ ვიცი ჩაკრიდან იყოს დაკავშირებული თუ რაღაც სხვასთან და როდესაც ადამიანი ატარებს კვილის პროტეზს ამ ენერგეტიკის მიმართ წვდომა წყდება არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ენერგია ჩვენ ამას ღებულობთ იმ ადგილიდან ციდან ენას შეყოთ შიგ ცას ხო ეხება შიგნით ხო ეს საჭიროა ამიტომ ვინც პროტეზს ატარებს მათ ამ ენერგიის ნაკადთან აი ამ ენერგიის იმას არ გულისხმობ რომელიც ხერხემალში ჩადის ჯერ აქეთ გადის აი იმ ენერგიასთან ჩვენ კავშირი გვეთიშება და თანამედროვე სამყაროში ენის ამ კიტერის მეთოდით ენის პირში გაჩერება ძალიან კომფორტულია იმისთვის რომ რამე ზედმეტს ვერ იტყვი და როდესაც რამის თქმა გინდა თქვენ თავს ვერ იკავებთ შეგიძლიათ ამ ენის წვერი უკან გაიტანოთ ანუ კიდევ გაჩვენეთ ბოდიში იკეცება ენა შიგნით გაჩვენეთ უბრალოდ იმრამე აგზელეს ცნობიერების სისუფთავე იმიტომ რომ სიტყვები იწყება ჩვენი ჭკუის დონეზე ჩვენი ცნობიერების დონეზე რომელიც უფრო მაღალია ვიდრე ჭკუა თუ ცნობიერება ან გონება არ არის სუფთა ჩვენი ენა
იმიორებდეს იქნება იმას, რაც მოდის ზევიდან, როგორც ბრძანება, ანუ ავტომატურად. აი გეუბნებით ზოგჯერ წამომწდება ასეთი სიტყვები, ამის ხმარება არ ვიცი საერთოდ. უი ეს ადრე არ ვიცოდი და საიდან მოვიდა, საიდან მოვიტანე. ხო და ხანდახან რაღაცები ძველი მესამე გაზომილებიანი ფრაზები გამახსენდება ხოლმე. დაუშვათო ადამიანს შეუძლია თავის გაკონტროლება საუბრის დონეზე და არ იტყვის რაღაც დამანგრეველ ფრაზებს ხმამახლა. მაგრამ თუ ის ამაზე ფიქრობს, ესე იგი არ აკონტროლებს, არ აცნობიერებს და ამდაგვარად მას შეუძლია მოიზიდოს ნეგატიური მოვლენები ცხოვრებაში. არა აუცილებელი თქვენ ამას ამბობთ, ხმამაღლა თუ არა. მაგრამ თქვენ თუ ამაზე ფიქრობთ, მაინც იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდებით და მიიზიდათ ნეგატიურ მოვლენებს. იმიტომ რომ ფიქრი არის კარმა. მაგრამ ახლა მე თქვენ აგიხსნით ძალიან მნიშვნელოვან დეტალს. უბრალოდ ფიქრი არაცლებს ცხოვრებას დატვირთვას, მაგრამ ფიქრი, რომელიც გაძლიერებულია თქვენი გზნობებით, ემოციებით, ეს უკვე არის მოქმედება, რადგან ის ახლსა მატერიალურთან. მაგალითად, აი თქვენ რომ მოყევითო მიმართავს ახლა წამყვანს, თქვენ და ქალზე ნაცნობ ქალზე, რომელიც მოხდა სამწუხაროდ სამონტყოფოში. ფაქტია, მას აინტერესებდა ეს ამბავი თუ როგორ იყო სამონტყოფო შიგნიდან, იყო ისეთი ლამაზი როგორც გარედან და მან ეს ენერგია გაუშვა, ხო? ჩვენ არ შეგვიძლიათ ახლა 100% ვამოწმოთ, რომ ამის გამო მოხდა ის სამონტყოფოში თუ შემთხვევით, ხო? მაგრამ მას შეეძლო ნებისმიერ სხვა სამონტყოფოში მოხვდარიყო რაღა მაინდამაინც იმ სამონტყოფოში. ასე რომ ეს იყო მისი ფიქრების გამატერიალიზაცია. მაგრამ როდესაც თქვენ რამეს წარმოთქვათ სივრცეში, თქვენ უტოვებთ უფლებას შემქმნელს სამყაროს თვითონ გადაწყვიტოს, ასე უნდა მოხდეს თუ არა. ამიტომ ყოველი გამონათქვამი სამყაროში, ასეთი სერიოზული გამონათქვამი შეიძლება დამთავრდეს თქვენი ფრაზით. ვაბლაგავნი იაკრუჟაიშიმ. და ეს სიტყვები ძალიან სერიოზული ენერგიაა, რომელსაც თქვენ ხორცაცხამთ და გასცემთ სივრცეში. ხო, ახლა ვაბლაგავნი იაკრუჟაიშიმ პირდაპირ გადათარგმნი ნიშნავს მადლი მე და ჩემ გარშემო ყოფთ ქართულად. თქვენ მას ფაქტიურად მატერიალიზირებთ. ფიქრი ეს არ არის ჯერ ძლიერი მოქმედება, არა, მაგრამ ფიქრი, რომელიც დამაგრებულია უბრალოდ ფიქრი, რომელიც დამძიმებულია მაგალითად გრძნობით, ძალიან ძლიერია. და ასეთი სიტყვა ეს უკვე ძალიან ძლიერი კარმა არისო. ამიტომ როგორც გაგიგიათ, სიტყვით შეიძლება ადამიანი მოარჩინოს, სიტყვით შეიძლება მოკვა. მე მქონდა მხოლოდ ერთი იდეა, თვით რეალიზაცია, ამბობს იმრამი. და როდესაც მე სივრცეს განუცხადე ამის შესახებ და მე კიდევ დავიწყე ამ მიმართულებით მოქმედება, ყველაფერი ისე აიწყო, როგორც მე ფიქრობდი. ეს არის რეალური ნივთები. ხო, ახლა რომ არ დამავიწყდეს ხალხო, წყალს დავლევ. ხო, ერთი ისტორია გამახსენდა წყებასთან დაკავშირებით. ერთ ქალს ყავდა 11 გოჭი. თუ 10 გოჭი, მგონი 11 გოჭი. და ყავდა ბევრი შვილი.
მგონი 11 შვილი. ხო, ყავდა. ეს ნამდვილი ამბავია. ამიტომ წყევლასაც ხალხის წყევლას მოარიდეთ თავი. აი მაგალითად არიან ისეთები, რომლებიც თითქოს ხუმრობით ვითომ წყევლიანშე. ხუმრობით თითქოს, მაგრამ მე ეჩხუბები სულ აქ მყავს ერთი დუმრად. რატომ წყევლი მე უთხარ? რატომ წყევლი მეთქი? შენ მე წყევლი მეთქი ახლა ასეთი შვილი დათქვამი. რატომ წყევლი მე უთხარე? თეთრად არ აკეთეს მაგას ხუმრობით. მაგრამ მე არ მინდა ხუმრობითაც უწყევლოს ვინმე. ხო, ასეთი ადამიანები არიან, რომლებიც დაიწყებლებიან, ხო? და რაღაცაზე გაუბრას და ახლა ეს ბებია მგონი, ბებია გაუბრას და რაღაცაზე ამ ბავშვებს და დაწყებლა ისინი. რო დაწყებლა, ეთყობა გული დაწყებლა ისინი. და ხმა მოესმა. ამინიო. თუ ხამენ მეგრელი ქალი იყო. ეს გაიგო ამ ქალმა და ბავშვებს რამე რო არ დამართნოდა, ხელად გოჭებზე გადაიტანა. ბავშვები არა, გოჭებიო. ყველა გოჭიო. ბავშვები არ იცი რამდენი ყავდა, მაგრამ მაგას ყავდა 11 გოჭი. და მოასწრო ამის თქმა, რომ ბავშვები კი არ წაიყვანეთო, გოჭები წაიყვანეთო, რაღაც ამდაგვარად, მეგრულად. არ მახსოვს ზუსტად რა თქვა. და წარმოგიდგენიათ? ყველა გოჭი მოგდა. და ეს რო არ ითქვა ამ ქალს, არ მოესწრო ამის თქმა. ყველა ბავშვი მისი შვილიშვილები ყველა მოგდებოდა. ეს ნამდვილი ამბავია. აი მაგალითად იმრამე ამბობს, რამდენი მაგალითიაო, რომ მშობლები აკურთხებენო თავის შვილებს. მაგალითად ჩემთვის ჩემ მშობლებს არასდროს ასე ვთქვათ, არ უკურთხებიათ. არასდროს არ დედაჩემს, არ მამაჩემს. ერთი კურთხევა არ მახსოვს მათგან. ერთი კურთხევა. არავის ცხოვრებაში არ უკურთხებივარ. არ დაულოცივარ. არასოდეს. პირიქით. მე მამაჩემი მეუბნებოდა, მეგრულად, შენ ხარ ბორო პაპაშ ნანათა, ან ტუპიაკი ხარ. ეს შენ არ შეგიძლია, შენ ამის ცოდნა არ აგავს, შენ ამას ვერ შეძლებ, სულ ამას მეუბნებოდა, შენ იმას ვერ შეძლებ. კაცო, მარტო მამაჩემი კი არა, საერთოდ, როდესაც სხვაზე მუშაობდი ქვია, ხო, სხვას ვეხმარებოდი რაცხა ერთი მეორე, მაშინ მე ყველაფერი ღამისთევაც შემეძლო თურმე. ხო, როდესაც მე დავაპირებდი ჩემ გზას გავყოლოდი, კაცო მეჩვიდოდა რაცხა ჩემ გზას გავყოლოდი, ჩემი საქმე მქონოდა, ხო? ხრად? შენ სად შეგიძლია? შენ ცუდი მხედველობა გავს, ან წადი ეგერ მამაშენთან და იქა გააკეთე რაც გინდა. და როდესაც მე შენთან ვარ და შენ მაკეთებიებ, შენ გეხმარები, მაშინ მე ხო შემიძლია, მაგრამ მე როცა კი დავაპირებ წასვლას, რატო მაჩერებ მე შენ, რატო მიშლი ხელს? ისევე მამაჩემს მიზღუში არ უნდა და მე რო ფინანსურად ძლიერი ყოფილიყავი. ეშინოდა გავთხოვდებოდი, გავექცეოდი. არ უნდა და ჩემი გათხოვება, თურმე დომები ვარ სიბერეში წლის მომტანი. ის კი წავიდა, მაგრამ დედაჩემი წავიდა, მამაჩემი წავიდა, ჩემთვის ჩემთვის არც არია. და დავჩი მარტო. კაცო, ცხოვრებაში თუ არ გამემარხებდა, ისი სიმართლე გითხრათ, იმიტომ არ გავთხოვდი მე. არ მინდოდა განათხოვარი დარჩენილიყავი და ბავშვი თუ გამიშდებოდა მარტო მეზარდა, იმიტომ რომ მე არ გამახარებდნენ. მაგის ლაპრაგო ექნებოდა სადღა მამაჩემს განათხოვარი ხარ. ძველი ყაიდის ხალხი ყველა დოგმებითა გაზრდილი და არ გაგახარებდნენ.
ამიტომ თუ როგორ გონიათ მე რატო ვარიდე თავს მამაჩი ვიზიტის შემდეგ მის დაძმებს ყველას არა ზოგიერთს ამიტომ რომ ნეგატიურები არიან ტოქსიკური ხალხია ყველა არა არის ეთიური და მე ნერვების მუშლა არ მინდა თორე მე განამაგენი ძულს არა მაგრამ ვიცი დედებს რომ მიშლენ ისიც იტყვიან ხო კარგი მოდით გავაგრძელოთ მაგალითად ყოფილა ასეთი შემთხვევები როდესაც წმინდა მამები წყლის ხმამესვის წყლის მამები აკურთხებენ მებრძოლებს და ისინი ცოცხლები ბუნდებიან ომიდან წმინდა სიტყვა რომელიც ძლიერ ენერგიას უშვებს სივრცეში მისა იმპულსი იმ ადამიანს ვინც საბრძოლოდ მიდიოდა და ამ ენერგიამ დაიცვა ეს ადამიანი ხო რუსეთში არის ასეთი გაგება ბერეგინა აი ალეონა ბერეგინა მართლა ბერეგინაა ქალღმერთი ბერეგინას ასპექტი ფიზიკურ სხეულში ბევრია მოსული ბევრი ხოლმე ხუმრობს პანდორა რომ ცეძიოთო სანთელითო ზევი ზეცაში ვერ იპოვითო ვერც ღმერთებსა ვერც ქალღმერთებს იმიტომ რომ ვინც კი ძლიერები იყო ყველა დედამიწასია მოსული რომ დედამიწას დაეხმაროს ამაღლებაში გინდა იჯერით გინდა რა თქვენი ნება გინდა იჯერით გინდა რა როდესაც მეუღლე უშვებდა ქმარს ომში ის უმზადებდა მას ტანსაცმელს ის დებდა ქმრის ტანსაცმელში მის საკუთარ ენერგიას ის წარმოთქვამდა სიტყვებს და ფრაზებს რომელიც მას იცავდნენ მის ქმარს იცავდნენ ის ქმნიდა დაცვას სულიერ დაცვას და ასეთი ადამიანები ცოცხლები ბრუნდებოდნენ ახლა ბევრი ადამიანი ამახინჯებს სიტყვებს ამახინჯებს თავის ენას მაგალითად ძალიან გავრცელებულია სლენგი ეროტებული სლენგი ან ო ჩემი დედა ან ტო და ასე შემდეგ ახალი მოდური სლენგები საქმე იმაშია რომ ძველად ყოველ ზედმეტი თქმისგან თავს არიდებდნენ ზედმეტი სიტყვის თქმისგან რატომ ყოველი სიტყვა იწონიდა ყოველ სიტყვას ჰქონდა დატვირთვა ყოველ სიტყვას ჰქონდა ენერგია და ტყვილად სიტყვებს არავინ არ ისროდა ხო ამიტომ ხანდახან მე ჩემი ამბავიც მაქვს ხანდახან უასრო რაღაცები წამომწდება ხოლმე და სახელებსაც კი აი ბევრი ქართული სახელებია ხო მე რომ ერთხელ ინტერნეტში შევიხედე მეგრული სახელები მაინტერესებდა მეცინებოდა მეგრულ სახელებს რომ ვკითხულობდი მაგრამ არის ასეთი ქართული სიტყვები არის ეს ქართულია ხო მზისადარი კეთევანი რუსუდანი თამარი არა ქართული სიტყვა ქართული სახელი თამარი არის უცხოური სახელი მაგალითად კეთევანი არ არის არა მაპატიეთ კეთევანი სახელი მოვიდა თურქეთიდან ეს არის თურქული სიტყვა და თურქულად ეს სახელი წარმოიქმნა როგორც ქეთაია და შემდეგ უკვე გადასწორეს და ქართულებაც დაიწყეს არ ყოფილა კეთევანი არ ყოფილა ქართული სიტყვა ქეთაია და მე უკვე გალამაზეს კეთევან და ხანდახან იყო მოდა 90-იან წლებში ლათინური ტელესერიალების გმირების სახელებს არქმევდნენ თავიანთ შვილებს ქართველები იყო ასეთი მოდა ძალიან გავრცელებული იყო მარიანა მაგრამ მე საქართველოში აიგზალა ამ სახელის დარქმევა ბავშვებზე და მარიამის დარქვა დაიწყეს მარიანა გახსოვთ დიდრები კიდევ ტირია სერიალი იქიდან შემოვიდა მოდაში მარიანას ფანჯრები
ფანჯრები ხო ვიცი როგორ იყო ამ სერიალში თუ გახსოვთ აბა ისეთი ფანჯრები შემოვიდა მაგის მერე მოდაში ამ სერიალის შემდეგ და შემდეგი ეპიზოდი მეოთხე როგორ კლავს ჩვენ საუბარი ხო აი სლენგებზე ახლა საუბარი ძალიან ბევრი სლენგი გაჩნდაო თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდები როდესაც ურთიერთობენ ერთმანეთთან ტექნიკურ ტერმინებს ურევენო საუბრის დროს ეს მოქმედებსო ჩვენ დნმ-ზე რადგან ყოველი სიტყვა დაკავშირებულია ჩვენ დნმ-თან მერე ჩვენო გვიკვირსო რატომ ვიტანჯებითო რატომ გვაქვს გრიპი ORZ და ყველაფერი დანარჩენი იმიტომ რომ ადამიანი მალე ბერდება იმიტომ რომ ის იმყოფება დისბალანსში იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვებია მაგრამ ელემენტარულად ფიქრები სიტყვა და საქმე არ არის ერთმანეთთან თანხმობაში როდესაც ჩვენ ფიქრობთ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ის რაზეც ფიქრობთ და არ უნდა ვისაუბროთ იმაზე რაზეც არ ფიქრობთ მაგრამ როდესაც ჩვენ ფიქრობთ და გინდა თქვა იმაზე რაც ფიქრობთ ჩვენ კი გულისხმობთ ჩვენ ვამბობთ ერთს ვაკეთებთ სხვას არა მაპატიეთ ჩვენ ვამბობთო ერთს ფიქრობთო მეორეს ვაკეთებთო მესამეს და მაშინ როდესაც სიტყვები შორდებაო ფიქრებს მოქმედებას ჩვენი სიცოცხლე ჩვენი ცხოვრება იშლებაო უბრალო მაგალითი აი ჩვენ გვაქვს რაღაც ამოცანა და ამაზე ხმამაღლა ვამბობთ ჩვენ ამაში უნდა გავერკვეთ ხო ჩვენ ვერკვევით ამაში ახლა კი უყურეთ თვითონ სიტყვა ახსნათ სიტყვა разобраться разобраться мягкий знакია იქ ამიტომ რბილდება ბოლოს ეს ся разобраться ხო разобраться და სუსტინალის ტურ შემდეგ მягкий знакი ეს რუსულად შლის ახლა ამ სიტყვას ხო აი დაბოლოება ся разобраться და დაბოლოება ся სუს რომ я ჩამოვაშოროთ я ნიშნავს მეს ხო ესე იგი შენ გინდა გაერკვე შენ თავში ხო აი შემდეგი სიტყვა ესე იგი разобраться დავშალოთ ანუ გავერკვეთ ჩვენ თავში გამოდის разобраться და разобраться გავერკვეთ ჩვენ თავში სიტყვა ვაუ როდესაც ჩვენ ვამბობთ ვაუს რას ნიშნავს ვაუ ეს არის იავეი ინგლისურად არის მე ხა ინგლისურად სწორად თქვი თუ არა ნიშნავს ტალღას იავეი ხო ესე იგი ყოველი ასო ნიშნავს პლანეტარულ სადნაშენია შეფარდებას აქვს კავშირი პლანეტებთან ვაუ სიტყვა დაშალეთ ვაუ დაიშლება 300-ზე ვზე ასე და უზე თქვენ რომ გეთქვათო აუ ეს არისო მანტრა აუმ ხათაშორის აუმ და ომ რომ მივიოროთ ხშირად ეს კურნავს და ესა პოზიტიური ბგერა და ახლა სხვა მოდა წავიდაო აუს მაგივრად ახალგაზრდები ამბობენო აუშჩ რა არისო ეს ადრე ამბობდნენ ან დაეცა ან ტოკმა დაარტყმა ხო აი ყვირია ხო
სანსკრიტზე აი ნიშნავს ღვთაებრივ დედას. აი ეს არის ის, რაც ბუნებაშია და არცეთ ადამიანისთვის არავის არ უთქვამს, როდესაც შენ გეტკინება დაცემისას, შენ და იყვირო, აი, არცეთ არ უსწავლებია, უბრალოდ ბუნებრივად ყვირი ვარ ჩვენ ამას. აი, მე ვიცი, როდესაც დამივლის ხოლმე ტკივილი, სადმე, ეს ხდება ბუნებრივი გზით, ბუნებრივად. და უცებ რომელიღაც სერიალიდან აიღეს მოდა და გაჩნდა ეს გაუგებარი აუშ. სიტყვა აუშ. რა არის ეს? ეს სიტყვაც კი არ არის, ვერ გაიგებ რა არის. და ხალხმა დაიწყო ამის კოპირება. მაგათმა მიეჩვიენ. და ახლა როდესაც რაღაც ემართებათ ამ ადამიანებს, ის ამას გაიძახის. აუშ. მან არ იცის რას აკეთებს. მაგრამ ნახეთ მომენტში, როდესაც მისი ქვეცნობიერება გაიხსნა, მოხდა ამოფრქვევა, გაიღო, რაღაც მოხდა, რაღაცამ შეაშინა, ის დაეცა, ხო? მიიღო ტკივილი. ტკივილი კი სტრესია და ეს მომენტი, ამ მომენტში ის ამბობს ასეთ ფრაზას. აუშ. რა მოაქვს ამ ფრაზას? ან როდესაც ადამიანი უყურებს რამე ბლოკბასტერს, რამე ბლოკბასტერს, ის რა შვება, როდესაც უყურებს ფილმს, ზის და ჭამს პოპკორნს, სვამს რაღაცას, ხო? ჭამის დროს ადამიანის ქვეცნობიერება იხსნება. აი, ეს მე არ ვიცოდი. და მე როდესაც ჭამ, დრო არ დავკარგო, ხანდახან უსმენ ვიდეოებს, მაგრამ აწი მე ჩავთავ მუსიკას, კლასიკას. და როდესაც ადამიანი ჭამის დროს უყურებს რამე ფილმს, საერთოდ ჭამის დროსო ადამიანის ქვეცნობიერება იღებაო. და როდესაც იქეთ ჩვენ ვჭამთ ამ დროს, ამ ქვეცნობიერებაში როგორ გითხრათ, მიედინება მთელი ის ნაკადი იმ ყველაფრისა, რასაც ჩვენ ვუყურებთ იმ მომენტში და რასაც ჩვენ ვუსმენთ. ხო? აი, ბევრი შემთხვევა ყოფილა, აგერ შორს არ წავალ. მამა ჩემი როდესაც საჭმელს ჭამდა, დავუშვათ ხო იმუშავებდა, რომ მოვიდოდა დასასვენებლად, დაშდებოდა საჭმელ და აქეთ ინფორმაციას ჩართავდა. და დაგეხველა. შავ დღეს დაგაყრიდა. როდესაც მაგი ტელევიზორს უსმენდა, შენ ფრთხილად უნდა გევლო, რომ ხრიჭინიც არ გაიგო. გაგებდა და დაგეხველა, ეგ ვიხჩობი და ცუდად ვარ. არ აინტერესებდა. თან ამას ჭამს და თან ეს ხო ნეგატიური ინფორმაცია, ახალი ამბები. ამ ნეგატიური ინფორმაციას მიაჭმევდა ზეთ. აი, მეც შესუმას უშვებ. მე თითქოს და ვუსმენ, ჭამის დროს მივატიე, ერთი ეს რაც გავაკეთე, ჭამის დროს მივატიე და ძილის წინ რეალური მისტიკური ისტორიების მოსმენა. ხო, და საერთოდ ნეგატიურების მოსმენა, კარგ ამბებს უსმენ უფრო, მაგრამ ჯობია მუსიკა ჩავთვალ, რასაკვირველია. და ის ხდება ის, რასაც ისრუტავს, რასაც შთანთქავს. ამიტომ, რადგან საკვები ეს არის სხეულის სამშენებლო მასალა. ინფორმაცია კი, ინფორმაციაც საჭმელია, მაგრამ სამშენებლო მასალა
ტვინისთვის და როგორი ხდება ადამიანი. ნახეთ ახლა დღევანდელ კინოებში რამდენი სისასტიკეა, ხო? და როდესაც ადამიანი ამ სისასტიკეს უყურებს, ის ამას იწევს. თუნდაც არ ჭამდეს. ის ამას იწევს, რადგან ის ამას ყველაფერს ეს ყველაფერი გადააქვს ემოციურად. ვეთანხმები. მე რომ ხედავ რაღაც ზოგჯერ ხდება, მე ვცდილობ ნეგატიური იმას არ ვუყურო, მაგრამ ხო ხდება ხანდახან თავს ვერ არიდებ. ჟვანტელი მიდის რაღაცნაირი დაძაბულობა, იმიტომ რომ მოქმედებს. და ეს ტრილერები, ეს ბლოკბასტერები, ეს ჩხუბზე კინოები არაფერ წაკს არ მოგიტანს ცხოვრებაში. და საზოგადოებაც ამიტომ ხდება სხვა. ენა თქვენ თუ შეინარჩუნებთ ენას იმ სახით, რომელიც ის უნდა იყოს წარმოდგენილი, წარმოგიდგენიათ 50 წლის უკან როგორ სიტყვებს წარმოთქვამდა ხალხი. თუნდაც ქართულად ავიღოთ ქართული სიტყვები. ბევრი ქართული სიტყვები დაუბრუნდა ახლა ჩვენ ლიტერატურას. მაგალითად უცქირე. მე ვიცოდი რომ სულ უყურე უნდა გეთქვა, ხო? ჯიბე, არა ჯიბა, ხო? ასა ხელების აწევა, სახელურების აწევა, ამიტატე სახელური, ხო? ბევრი ფუნთუშა, ჩემ დროს ფუნთუშა საერთოდ არ ჟღერდა. ბულკი, იგივე ასანთი, სპიჩკა. რუსული სიტყვები იყო გარეული მეგრულში და ქართულში. და როგორ ლიტერატურული ენა გაიხსენეთ, ვისაც ფილოლოგიური გაქვთ დამთავრებული. როგორია ლიტერატურული ენა, რა მშვენიერი, ხო? თუნდაც ვეფხისტყაოსანი ავიღოთ. იყო როსტევან. დამავისწა. მახსოვდა ესეთი კუპლეტი კარგად მქონდა შესწავლილი. იყო მეფე როსტევან. ხო, აი მე ახლა ვერ გავიხსენებ, მაგრამ როგორ იწყება ვეფხისტყაოსანი, რა ლამაზი სიტყვებით, ხო? და ამდაგვარი ნაწარმოები ბევრია ქართულ ლიტერატურაში, სადაც სულთა ქართული ძველებური ენით საუბრობენ. 50 წლის უკან გადაღებულ კინოებს შეხედეთ. 60-იან წლებში, 60-იან წლებში, 50-იან წლებში და შეადარეთ თანამედროვე კინოებს. როგორი საუბარია. და თქვენ იგრძნობთ თუ რამდენი აგრესია არისო თანამედროვე კინოებში. და რამდენი მადლი და ბალანსი არის იმ ძველ კინოებში. თუნდაც ავიღოთ შორსა წავიდეთ, რაც მოიცადეთ, ხო, რაც გინახავს ვეღარ ნახავ. სახალგაზრდა სუფიკო ჭეურელი რომ თამაშობს, მდიდარი კაცი რომ დაქორწინდება. შემდეგ ვერიკო ანჯაფარიძე სარახს რომ მოპარავს და თავის მოკლა უნდა. იქ საუბარს დააკვირდით, ხო? გაიგეთო რომ ჩვენი დნმ ვიბრირებსო, ის ნახა რუსულათაა, რუსეთში გაზრდილია და ვიბრირებს რუსულ ენაზე, იმიტომ რომ რუსები დაიბადნენ იმ რუს ვიბრაციულ კოდში. ახლა ჩვენ ქართველები ნებისმიერი ენა ავიღოთ, რომელ ვიბრაციულ კოდში ჩვენ დავიბადეთ, იმას ნუღურით, რომ ის რუსია და რუსებზე საუბრობს, არა. ეს საერთოდ იგულისხმება ქართულ ნებისმიერ ენაში. ავიღოთ, ამიტომ ავიღე მე მაგალითად ქართული ფილმები. აი თქვენ ახლა წარმოვთქვით თუნდაც სახელები. მაგალითად ქეთევან, დარეჯან, ნესტან, თამარ, ხო? ახლა კი მოკლე, შემოკლეთ ეს სახელები. შემოკლეთ.
რომელი შემოკლება შეიძლება? დარე, მაგალითად დარეჯანი. დარე. ქალს ქვია ასეთი მშვენიერი სახელი დარეჯანი და მას უძახიან შემოკლებით დარე. და დარე რას ნიშნავს იცით თქვენ? მეგრულად დარე. სადა. მეგრულად დარე ნიშნავს სადას. ანუ თქვენ იმ ადამიანს, რომელსაც ქვია დარეჯან და შემოკლებით უწოდეთ დარეს, ეუბნებით, რომ შენ ხარ სადა. ან რუსუდან. ჩემდაც ქვია რუსუდანი და ჩვენ სულ ვძახდით რუსიკო. ნუ ასე მიჩვეული. მე არ მინდა დამახინჯება, მაგრამ მიჩვეულები ვართ, ხო? რუსუდან. როგორ ჟღერს, როგორ ვიბრირებს ეს სიტყვა. და რუსი. რატო რუსი? რუსი ეს არის რუსი ადამიანი. რუსიკო. ხო? და ასე შემდეგ. ნუ ჩემი სახელი არ იცვლება ლალით რჩება. ირინა. სწორი არის ირინე. ირინა არასწორი სახელია. ირინა კი არ უნდა უწოდო ადამიანს, ვისაც ირინა ქვია, ანაბედ ირინე. ან ირა. უღალ რუსულად უწოდებ ადამიანს. ირინე. ნუ ხა მე არ ვიცი ბევრი სახელების მნიშვნელობა, მაგრამ არის მაგალითად ქვია, აი ალექსანდრე არის რუსული სახელი. კარგი, არ თქვენ ბავშვ ალექსანდრეს ნუ უძახი ლექსოს. ორის ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანს ერთი ქვია საბუძე და უძახიან სხვა სახელს. მაგალითად, ჩემ დიდ ბაბუას, მამაჩემის მამას შინაური სახელი ერქვა ძუკუ. და მისი სახელი პასპორტში, საბუთებში იყო ალექსანდრე. როდესაც მამა დაიბადა, მეზობელი ყოფილა იქ და მეზობელზე უკითხიათ, ბავშვის მამის სახელი გითხარითო? და ამ კაცს უთქვამს შინაური სახელი, ძუკუ. ყველა და ძმა არიან ალექსანდრეს ასული. მარტო მამაჩემი აღმოჩნდა ძუკუსზე. ძუკუევич. რეზო ძუკუევич. ხო. ეს თითქოს არაფერი არა, მაგრამ ძალიან დიდი ენერგეტიკული დატვირთვას ყოველ სიტყვას, ყოველ სურვილს. და როდესაც ჩვენ სწავლობთ სხვა ენებს, ჩვენ ვანვითარებთ ტვინს ინტელექტს, მაგრამ როდესაც ჩვენ წლების განმავლობაში ცხოვრობთ საზღვარ გარეთ და სარგებლობთ უკვე სხვა ენით, ჩვენი დნმ დაიტანჯება. ეს მართლა არ ვიცოდი. მაშინ დამატებით რაღაც უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ჩვენი დნმ თავიდან დაიწყოს, რადგან ის შეესაბამება ნეიროლინგვისტიკურ მოქმედებას. ის შეესაბამება ზუსტად ჩვენ ვიბრაციებს, რომლებშიც ჩვენ დავიბადეთ. ანუ თუ ჩვენ ახლა დავიბადეთ დაუშვათ საქართველოში და ჩვენ წავედით საზღვარგარეთ, ჩვენი დნმ იტანჯება. აი, როდესაც ამბობენ, წავიდა საზღვარგარეთ, თან მიწა წაიღოო, ხო? რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ენერგიის სიმბოლო. შენ იკვებები ამით, ეს არის კავშირი. ეს კავშირი არსებობს. გასაგებიაო, რომ ახლა შეიძლებაო კითხვა დამისვანო, მაგრამ ჩვენ რუსულ ენაში ხომ ძალიან ბევრი სიტყვა არისო, ძალიან ბევრი სიტყვებიაო, რომლებიც შემოვიდაო ჩვენთან ხელოვნურად, ბერძნული, გერმანული და ასე შემდეგ. ის რაც რუსული ენის
სიცუთავეს წარმოადგენს, კიც და არა, ზუსტად ამ ენამ, რომელსაც თქვენ საუბრობდით, ან რომელიც თქვენ გსმენიათ, როდესაც დაიბადებთ, ის არის თქვენი ინფორმაციული კოდი და არის სიტყვები, რომლებიც მართლა მოქმედებენ ადამიანზე ნეგატიურად. მე როგორც წამყვანი ეკითხება, ეუბნება ახლა. მე როგორც მსმენელიო, ძალიან მიყვარს სულიერი კონტაქტი. მე კითხულობ სხვადასხვა წიგნს, მაქვს ინფორმაცია, მაქვს მაგალითად სულიერი სურვილი შევხვდე ესეთი პარტნიორი, მაგრამ ჩემი ოცნება არ ხდება. და რომელიღაც აზრი არის საინტერესო სერიიდანო და ის ცხოვრებაში შემოდისო. აი მაგალითად რაღაცას ჩაიფიქრებო კურანტების ხმაურის ქვეშ და ყოველწელს და ის არ მოდისო. როგორ მუშაობსო ეს? იმრამე პასუხობს, აქ უკვე კურანტები, როდესაც ჟღერს და ჩაიფიქრებ რამას, ეს ასრულდება, იმიტომ რომ აქ სხვა ძალა მუშაობსო. აქ მუშაობსო ძალა, რომელიც აჩერებსო იდეას. თქვენ ჩაიფიქრეთო სურვილი, შემდეგ გაუშვითო და სამყარო ეს სურვილი აიღო ხილებლად. რომ გარჩიოს, როგორ აუსრულოს თუ არა ადამიანს ეს სურვილი. თქვენ გაგიჩნდათო ენერგიის ამოფრქვევა, მაგრამ კი, თუნდაც ეს არისო სიხარულის ენერგია, მაგრამ თქვენ ეს თქვენი სურვილი გაუშვითო და ინფორმაცია წავიდაო გადასამუშავებლად. ამდაგვარი სიტუაცია აქაც მოხდაო. როდესაც თქვენ გიდათ მოდებნოთო პარტნიორი თანამოკავშირე, ეს არის ძალიან მაგარი სურვილი და თქვენ ამ სურვილს იკავებთ. თქვენ არებდობით სამყაროს და სულ ამბობთ მე მინდა. თუ შენ გინდა რომ შენ აქ დაგაჭინო, გაუშვი, მიეცი ის რითაც ფლობ, მიეცი ის მოგცემს რაღაცა უფრო მეწყო, მაგალითადო და ადამიანს უნდაო ამის გაშვება არ უნდაო. თქვენ თვითონ იკავებთო თქვენ იდეას. რადგან თქვენი თავები დააპროგრამირეთო ისე რომ ძალიან ცხელა ეს ორი დღე. ამ იდეას იკავებთო გვერდით. თქვენი თავი დაეწყეთო იმაზე, რომ ჯერ ამას არ ფლობთო და სამყარო გეუბნებათ, ის არ ფლობს ამით. ესე იგი, თქვენ უნდა გაუშვათ სიტუაცია და უნდა იყო დარწმუნებული იმაში, რომ ეს მოხდება. მოდუნდეთ, ესე იგი უნდა მიიღოთ სიტუაცია. თქვენ ეს სიტუაცია გიკავიათ, მინდა ამბობთ. ესე იგი თქვენ თავს არწმუნეთ იმაში, რომ თქვენ ეს არ გაქვთ. მაგალითად ქალებს ხშირად უწევთ ისეთი საიდუმლოების შენახვა, რომ ეს მათ ძაბავს და ტვირთავს. ჯობს გამოთქვა თქვენი სათქმელი, არ შეინახოთ არაფერი. მამაკაცმა უნდა თქვას, მაგრამ სასურველია ქალებმა არ თქვან. ამიტომ ის ენერგია, რომელიც მათში იძაბება და ასე ვთქვათ, თუდად მოქმედებს, ის დამანგრეველია. მეხუთე ეპიზოდი მუსიკის მოქმედება ენერგიაზე. აგზელებს იმრამი. იმის გარდა, რომ ჩვენ რაღაც სიტყვებს ვამბობთ ხმამაღლად და ჩვენ გვაქვს განზრახვა, ჩვენ გვაქვს ფიქრი, აზრი,
არის კიდევ ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ვიღებთ. ეს არის მუსიკა. ხო, არა, ეს იმ რამაა კი არა, ეს უთხრა წამყვანმა. ხო, მე ვიცი რომ თქვენ წერთო მუსიკას და სხვადასხვა მუსიკას, მართალია, მუსიკოსი ყოფილა. მე მოусვიდე მის მუსიკას. არის მუსიკა, ეუბნება ხა წამყვანი 7 სულიერი ტექსტებით, რაღაც ამაღლებული, არის მუსიკა ძალიან სასტიკი, ეს მძიმე როკი და რაღაც არასწორ ფასეულობებზე მღერია. როგორ შეიძლება მუსიკა მიმოქმედოსო ადამიანზე და მის ცხოვრებაზე. თუ ჩვენ ვიცით რომ რას ნიშნავს სიტყვის ძალა. ხო, იმ რამე პასუხობს. ხო, სიტყვა ეს არისო ვიბრაცია. სამყაროც ეს არისო ვიბრაცია. სილენა, კოსმოსური სამყარო. არის მთელი სამყაროები, რომელშიც ერთიანი ვიბრაციაა და ვიბრაციას აქვს განსაზღვრული სიხშირეები. ამიტომ არის ინსტრუმენტები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სიხშირეებზე. ყველა ეს ინსტრუმენტები, სამაგალითოდ შემიძლია გითხრათ, როგორც დოლი, ბარაბან. ეს არის მულათხარას ჩაკრა. ჩასაბერი. ტრუბები რომა. არის მაგას ქართულად რა ქვია? ეს კეთდება თურმე სპილენძისაგან. ეს ჩასაბერი ინსტრუმენტები სპილენძისაგან კეთდება. და მთელი ეს სპილენძი არის ჩაკრა სვადჰისტანა. სტრუნი ალბათ ის გიტარა, რაც სიმებიანია. ყველა სიმებიანი არიან, შეიძლება იყვნენო ჩაკრა მანიპურა. შეიძლება იყოსო ანახატა ჩაკრა, გულის ცენტრი. სკრიპკა, ქართულად დამავიწყდა რა ქვია. ეს ყოფილა, სკრიპკა ყოფილა გულის ჩაკრა. ვიშუთხა, ჩაკრა ვიშუთხრა. ფლეიტა ალბათ იცით, ის არა, ის რო არის დუდუკი, არა. ფლეიტა, ლამაზად რო ჟღერს, ჟღერს ლამაზად, ხო. ფლეიტა ყოფილა ჩაკრა ვიშუთხა. უფრო მაღალი, უფრო წვრილისფერო შეიძლება ბუნებაში ეს მუსიკა, ეს რომელსაც უკრავენ ფლეიტაზე, იყოს გავრცელებული თანაბარად. მაგრამ საქმე იმაშიო, როგორი განზრახვა იდებაო ამ იმ მუსიკის სახეობაში, ან ჟანრში. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდათ მოусმინოთ როკ მეტალს, სადაც არის მეტალის ხმაური ხრიჭინი, რაც მე არ მიყვარს. და ძალიან ბევრი ისა დოლი, ასეთ ისინი. ეს ყველაფერი მანიპურა ვათხისტა ნო ლათხარო. მანიპურა სვათხისტა ნო ლათხარო. რისთვის კეთდებაო ეს? იმისთვის რომ ადამიანები რაღაცით დამუხტო. მაგალითად, როდესაც მიდიოდნენ ომში ძველად, პირველ რიგში და მეორე რიგში მოდიოდნენ მედოლეები დიდი დოლებით და იყო განსაზღვრული კაფიო რიტმი. ეს რიტმი ქმნიდა განწყობას. ესე იგი, ეს რიტმი მოქმედებდა ადამიანების ფსიქოლოგიაზე. მაგალითად, მაჟორულ ტიპში არის დაწერილი ჰიმნები. მაგალითად, აი საბჭოთა კავშირის ჰიმნი იყო ისეთი ხმამაღალი, ის იყო მთელი სამყაროს ფუნდამენტი, ხო? და დამოკიდებული იყო ცნობიერებისაგან, იმიტომ რომ ის
როდესაც პასუხობდა თქვენ შეკითხვაზე, უბრალოდ როდესაც კითხვას უსვამდნენ, ამბობდნენ, რომ მუსიკამ უნდა აამაღლოს ადამიანი. მუსიკა ეს არის სულის კავშირი კოსმოსთან, კოსმოსურ ცნობიერებასთან. თუ მუსიკა ადეგრადირებს ადამიანს, ხდის მას დაბალ ვიბრაციულს, ამდაგვარი მუსიკა, ეს ძიმე როკი, სადაც ისმის ტკინის ხმა და რაც ყველაფერი ამასთანაა დაკავშირებული, რაც მოწონს ძალიან ზოგ, ყველას არა, ზოგ ადამიანებს და ეს არის ცნობიერების დონე სამწუხაროდ. ამდაგვარი მუსიკა არაფერ კარგს არ მოგიტანთ, ის მხოლოდ თქვენ უჯრედებს დაშლის. იმიტომ რომ თქვენი უჯრედები ვიბრირებს სამყაროსთან, სამყაროში კი აგრესია არ არის. აგრესია დევს მხოლოდ ადამიანების ტვინებში და თუ ადამიანი წერს ამ ძიმე მუსიკას, ის ბუნებრივად ქმნის ნეგატიურ პლანს, მაგრამ არის ლამაზი მუსიკა, სადაც იყენება ძიმე რიტმიკა, სადაც გამოიყენება გიტარული ფუზი, მაგალითად, და ეს ხმა, ეს გერა, ესე იგი, მისაღები მოდელია და ჰარმონიულად თანაარსებობს სხვა მუსიკასთან. აი მაგალითად, მე მაქვს მანტრა, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მანტრა ასატომა სადგა მაია. კიდევ გავიმეორებ, ასატომა სადგა მაია. ეს არის ძველი ვედიური ჰიმნი და ჩაწერილია ის ლონდონის სტუდიაში, პიტერ ბრილის სტუდიაში. პიტერ ბრილს ყველა იცნობს და ის ჩაწერილია როკის სტილში. ის არის ძიმე და სადღაც 50-იან თუ 11 წლებში დაწერილი და ჩაწერილია გიტარებით, ბასით, დოლებით და ის ადამიანებს ამაღლებს. რატო ხდება ასე? იმიტომ რომ იდეა სხვა. იქ ჩადებულია ვიბრაცია, იქ ჩადებულია მედიტაცია, იქ ჩადებულია ენერგია და ეს ენერგია იძლევა უკუქცევას სულ სხვა მხარეს. ხო, ეს კონცერტს აპირებს სადღაც რუსეთის ქალაქში. და ისევ წამყვანი ეკითხება ახლა ჩვენო საუბრობთო სიტყვის ძალაზე და მე ჩემი ასე დავიჭერე იმ ჩემი თავი დავიჭერე იმ აზრზე, რომ სიტყვა ვაუ მაინც წარმოვთქვიო მექანიკურად. ხო, შემდეგი მეექვსე ეპიზოდი პრაქტიკა ტვინის გასაწმენდად. წამყვანი ეუბნება, მე ვერც კი წამოვიდგენო, რამდენი დამანგრეველი სიტყვები არსებობსო დღის განმავლობაში. ვერ გავაცნობიერებო ამას უბრალოდ. და როგორი პრაქტიკები არისო იმისთვის, რომ ტვინი დააწყოო, ტვინი გასუფთავო და რომ არასდროს წარმოთქვაო დამანგრეველი სიტყვები. იმრამე პასუხობს იმისთვისო, რომ მოვიდერთო ჩვენ ტვინს, რომელიც დაბორიალობსო, უცებით აცებსო დაბალ ვიბრაციულს ყველაფერს, რადგან მისი ბუნება მასეთიაო, ის უნდა გაიწმინდოსო. მედიტაცია არისო ყველაზე უკეთესი საშუალება ცნობიერების, გონების და ცხოვრების გასაწმენდად. ამიტომ ჩვენ ვართ ის, რადგან ჩვენ ვართ ის, რასაც ვფიქრობთ, ისევე როგორც ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ. როდესაც ჩვენ გვაქვს მექანიკურად წარმოთქმული თავში რაღაც ფრაზები, ეს ფრაზები გვართმევენ ჩვენ საცოცხლო ენერგიას. ეს ფრაზები ფორმირებენ სივრცეს. და როდესაც თქვენ მედიტირებთ, თქვენ წმიდავთ ცნობიერებას. და სულთა ცნობიერება, სულთა გონება ეს არის სულთა ცხოვრება. სულთა გონება ეს არის ჯანმრთელობა, ჩვენი სხეული ვიბრირებს ამა თუ იმ სიხშირეზე, ჩვენი ორგანოებს აქვს სხვადასხვა სიხშირე, მაგრამ ერთად არის ბალანსი, ეს ბალანსი დარღვეულია, ის იშლება არასწორი აზროვნებით
და არასწორი კვებით და სუნთქვით. აი სამი მთავარი რამ. სწორი აზროვნება, სწორი სუნთქვა, სწორი კვება. სუნთქვა, სწორი სუნთქვა მე ვცდილობ ყოველდღიურად ნაკლებად ვაცდენ, მაგრამ ვცდილობ უფრო გავაკეთო ყოველ დღე. სუნთქვის ვარჯიშებს ვაკეთებ და როგორ? მე ვცდილობ სუნთქვა შევაჩერო რამდენი ხანი შევძლებ. 1 წუთი კი გამომდის, მაგრამ ზოგჯერ არ გამომდის და ზოგჯერ წუთი ნახევარიც გამიკეთებია. და უნდა ვისაუბროთ ინფორმაციის სწორი აღთქმა. როდესაც ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ, თუ რა არის მედიტაცია, აქ მნიშვნელოვანია გაიგოთო, რომ ახლა თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრ ადამიანებს არ ესმითო რა არის მედიტაცია. ისინი ამბობენ, რომ შეიძლება მედიტირება და წარმოიდგინო რაღაც, როგორ მიფრინავს კოსმოსში. ეს არ არის მედიტაცია. მედიტაცია ეს არის მდგომარეობა, აღთქმა იმისა, თუ შენ როგორ წარმოიდგენ ჩვენს მაღალ დასრებას. თუ twin არის მაღალ სიხშირეზე, ის მიიღებს მაღალხარისხიან, მაღალ სიხშირეიან გამოსხივებას და მაღალ სიხშირეებში არ არის პარაზიტული სიტყვები, არის ინტელექტი, ანუ ინტელექტი ვითარდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვწერთ მაღალ სიხშირეებს და როდესაც მუშაობთ ნეირონულ კავშირებთან. მე თქვენ ახლა გიყვებით ელემენტებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენ პრაქტიკასთან. ჩვენ ფორმირებთ ახალ ნეირონულ კავშირებს ჩვენი სულიერი პრაქტიკების ვარჯიშებით და ეს ხდის ადამიანს უფრო სრულყოფილს და როდესაც მას ესმის გრძნობს, ის სპონტანურად რომ თქვათ, არ საჭიროებს იმაში, რომ ძალიან დიდხანს იფიქროს. ადამიანებს უჩნდება სიტყვა პარაზიტები, როგორც ერთი ელემენტი, როგორც აი მაგალითი მოგიყვანთ ერთ მაგალითს, მათ ეშინიათ იმისა, რომ მათზე არ იფიქრონ, რომ ისინი დიდხანს ფიქრობენ და რომ არიან ტუგად უმები. და ის ამ შიშს რაღაცით ავსებს. სჯობს დაფიქრდეთ, შეჩერდეთ, გაჩუმდეთ, მოიფიქროთ და შემდეგ თქვათ. ძალიან საინტერესო თემა შევეხეთ ჩვენ დღეს. და მე-7 ეპიზოდი სიტყვების ფარული აზრი. ეკითხება ხა წამყვანი, რას წარმოადგენს საუბარი, როდესაც ვინმესთან საუბრობ. იმრამი პასუხობს. სიტყვები, რომელსაც აქვს აზრი, მაგრამ ჩვენ ამ აზრს ვერ ვამჩნევთ და წარმოვიდგენთ რაღაც სხვას. მაგალითად, სიტყვა საუბარი, ბესედა, რუსულად არის ასეთი სიტყვა. ბესედა, ქართულად ითარგმნება როგორც საუბარი, მაგრამ რადგან ის ახლა იმამრი თავის რუსულ ენაზე საუბრობს, ამიტომ მომყავს ეს მაგალითი. ბეს და ედა. ბესედა. ბეს ედა. ბესედა. ერთად რომ ვთქვათ, ბესედა, მაგრამ რომ გავაცალკევოთ, ბეს და ედა. ბეს.
ეს არის პატარა დემონი, ნიშნავს რომ გადათარგმნო იედა საჭმელი. ხო. სჯობს ეს სიტყვა რუსულად. ქართულში მაინც არის ბესედა, არის разговор. ბესედა ცოტა დაბა ვიბრაციულია, რადგან ბეს ანუ პატარა დემონის საკვები. რო გადათარგმნო, ხო? ბეს იედა ბესედა, ანუ დემონის საკვები. ამიტომ უკეთესია ჩვენ თუ ამ სიტყვას არ ვიტყვითო და ვიტყვითო სიტყვა разговор. მაგრამ სინამდვილეში ორივე სიტყვა ითარგმნება როგორც საუბარი. ან შენთან მაქვს სალაპარაკო. Мне надо с тобой поговорить. Ан побеседовать, ხო? იტყვის რუსი. მე მაქვს შენთან სალაპარაკო. მინდა გაგისაუბრო, ან მინდა შენ დაგელაპარაკო. გააჩნია. ავიღოთო, ახლა დავშალოთო ეს სიტყვა. разговор. разговор. раз. говор. раз. ხო, რო დაშალო სიტყვა разговор, раз და говор. ორი სიტყვა. რა ზურო ჩამოვაშოროთ, რა არის ჩვენი ქმნილების სახელი, მზის სახელია უფრო. აზ ეს არის გამოვლენილი უღე შემქმნელი ოსტატი. ას მასტერ, ას. говор ეს ნიშნავს ილაპარაკო. ესე იგი, разговор თურმე ნიშნავს ილაპარაკო როგორც გამოვლენილი შემქმნელი. სიტყვა ბესედა თითქოს და უნაწყენო თითქოს და ისეთი სიტყვაა თუ ვერ ვიფიქრებ, ხო? მაგრამ იმის კორინ ფესვის მიუხედავად ამას აქვს ფესვი ბეს, როგორც ითხარით, პატარა დემონი. აი როგორ შეუძლია ამ სიტყვა ბესედას ნეგატიურად იმოქმედებს ადამიანის ტვინზე. თქვენი ქვეცნობიერება აღიქვამს ამ სიტყვას როგორც განსაკუთრებულ ბეს და იედას. ანუ დემონის საჭმელს, პატარა დემონის საჭმელს. ის ნეგატიურად აღიქვება მხოლოდ ქვეცნობიერებისთვის. თქვენი ქვეცნობიერება კი ფორმირებას ახდენს ამ ნეგატიური სივრცისა. სიტყვა ეს, რომელიც ითარგმნება რუსულად როგორც საუბარი, ანუ ბესედა, თითქოს არის რბილი, მაგრამ აი ვისაუბრეთ და всё, მაგრამ ჩვენ ამას ვამბობთ სივრცეში. სიტყვას ჩვენ ვამბობთ სივრცეში სიტყვებს, რომლებსაც აქვს თავიანთი დატვირთვა. მაგრამ არის წინადებები, ხო, მაგას ვერ ახიქვამს ჩვენი ტვინი. ამიტომ ხუმრობა ქვეცნობიერებასთან არ შეიძლება, ასე ვთქვათ. და რაღაც ნაწილებს არ ვშლით ხოლმე, რადგან არ ჩანს. საკურელია სჯობს ისე ისაუბროთ, როგორც თქვენ გსურთ, და რა ისე ხო, ისაუბროთ ისე, როგორც არა საჭირო საუბარი, მაგრამ თქვენ გსურთ მასე ისაუბროთ. თუმცა მასე საუბარი არ შეიძლება, ხო? ჩვენ ვართ ის, რასაც ვფიქრობთ. სადაც მიმართულია ჩვენი ყურადღება, იქეთ მიმართულია ჩვენი ენერგია. და ამ ფრაზას ყველა იმეორებს. მე დავასრულე ამ ვიდეოს გადათარგმნა, დასრულდა ვიდეო და არც ისეთი გრძელი ვიდეო ყოფილა ეს, უბრალოდ ნახევარი არა, ცოტა ადგილი ჩემმა ამბობმა, ჩემმა მაგალითებმაც შეავსო. მადლობა ყურადღებისთვის. იმედია ძალიან საინტერესო
იყო ეს თემა თქვენთვისაც, პირველი ვიდეოს თემაც. დროებით. შეხვედრამდე.